საღამო მშვიდობის ჩემო კარგი. როგორ ხართ? ის დღეს 40 ლარის მოვიტანე, სხვათა შორის რაღაცეები, შენ რომ მომწერე. განუნდება. დღეს 40 ლარი? ეს საჭმელი 40 ლარის. 40 ლარის საჭმელი დღეს განუნდება. ასე ვე? მე არ მითხრა, ამდენი რატო დამადეო. მოკლედ ციფასე. პირველ რიგში მოვედი მადლობის გადასახდელად, ვის უნდოდა და მე გეტყვი მაგას. მე მოგიგوارებ შენ დაიცადე. ძალიან უღრმესი და უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. ჩემს გამომწერს, რომელმაც დამასაჩუქრა, თანხა ჩამერიცხაი. უდიდესი მადლობა. და როგორც ვუთხარი, ისევე ვეტყვი აქედანაც, რომ იმდენი ქონებოდეს, რომ არ იცოდეს სად წაიღოს და გამომლევს, რომ ურიგებდეს, ღმერთმა 100,000 და მილიონად დაუბრუნოს უკან. პირველი არის, რომ არ ვამბობ ხოლმე ვინ არის, მაგრამ ადამიანების სურვილებს პატივი უნდა ვცეთ, ასე რომ უბრალოდ მაინც მადლობას მოგიხდი აქედანაც და ძალიან დიდი მადლობა შენ. მიდენა? ნარი? მოხანჩაგელია მიგასიკვდილე, ვინ არის? მოკლედ მიფუჭებს ახლა ვიდეოს და არც მოაწევ დღეს ვინ არის? ხო გითხარი კუში? ბიჭოს? ო. დღეს ესე იგი რამდენი დრო ჯერ მოვინდომე რამდენჯერ რომ არიქად წამოვიწყე რამდენი სულ გამიფუჭეს ყველამ და მე არც გამომიქვეყნები არ მიყვარს რამე ისეთნაირი ვიდეოს გამოქვეყნება ჩემი სიბრაზე ხო ჩანს მოკლედ ეხა მინდა რომ თანთასაც მადლობა გადავუხადო ადას მორგანასაჩუქარი და გოდესაც ნახეთ პროსტა აი ძალიან მომეწონა არ მაქვს ესეთი რაღაცა ხოდა აი ძალიან მომეწონა მე არ მიყვარს ხოლმე როცა რაღაცას გჩუქრიან და უცებ აი მერიდება ხოლმე საჩუქრის გახსნა მართლა აი ძალიან მერიდება ხოლმე და მე გავხსენი და ისე მომეწონა რომ არ ვიცი მგოდეცი თუ არ შეავსებ მაგას მე ცივი წყალი არ მოითხოვ უყურეთ ხალხ ნახეთ სხვა რაღაცას ვაპირებდიო მაგრამ მე ვიციო რომ ესეთები გიყვარსო და თან ადას ფეხის ზომასაც ვერ ავარჩევდიო სიმართლე რომ გითხრა და ასე რომ ესენი მოგიტანეო და უღრმესი მადლობა თანთას ძალიან დიდი მადლობა მართლა ძალიან მიყვარს ესეთი რაღაცეები აი ძალიან წავედი სად? ივაზნაბადებს. ხელს მიშლისო. ხოდა მივდივარ. გადი არ გელაპარაკე. მეს. როდის აკეთსვამ პივას? აი, ორი თვე არ დამილებია დავლება. არა, არ გიშვებ. ხეთი ეგიდუნაშველი. მოკლედ, ეს მოვუტანა გოდეს. ამის თებში გამიტეხა ადამ. ეს შორენა მემაჩუქა და ამათაც ყოლზები მოყვება, ეხა გამომიყენეთ თანთასთან ერთად ხავარო დავლია იმ ჭიქებთან და ესეც ორია. სუსტად ისაა, ოღონდ ეს არის გუჩი, თუ გუჯი, რა ვიცი, ხმეთ ეხა ამაზეც ვინმე დამცინებს. გუჩია მუქლანი. გუჩია, გუჩი. ხო, თუმცა არ მაინტერესებს, რაც უნდა ის დაუწერიათ. იცინეს ის, ვინც ბოლოს იცინეს. ასე რომ, ხო, რა თქმა უნდა, პირადში მონაწერი ისინი ვნახე. მოკლედ, ხვალ რეკვესტებში ინახება, როდესაც ადამიანები არ მყავს მეგობრებში, ჩემთან ესე მოწერილი უცებ არ ჩანს. ეს რატო აჭარქული? რა? განეცაც ხო? კექსი უნდა გამოაცხო. ხო და რეკვესტებში ვნახე იმ ადამიანის ვიდეო მომიწვენიო და ასე შემდეგ. იქაც მოუწერია ძალიან საყვარლობები და არა ხო იცით როგორი ცუდები მოკლედ.
მაგრამ აი ეს თქვი იქაც გულში იცინი სისიც ბოლოს იცინი ასე რომ აი დარდები არ მაინტერესებს ვინც რაც უნდა ის დაუწერია მე მიწერენ ისეთებს კი არა უარესები ხდება საშინელებები ხდება და მოკლედ იმაზე არ აქვს რეაგირება და მე რატო უნდა ვიდარდო ეხა სხვისი ბოროტება და სხვისი ბოღმის მთხევები მე რა შუაში ვარ არც არაფერში ადამიანებს აქვს თავიანთ თავებში პრობლემები ასე რომ ეგ მათი სადარდებელია და არა ჩემი სადარდებელიც კი ყოფნის ასე რომ ესეთ ვია რომ დავიკიდო გეყო გამოხ დღეს მთელი დღე დადიხარ მუხრანი სამივე ბავშვები მე შემატოვე ხოდე წამოდი შენთან მამა წამოდი მამა პივადავლიო ისე რა არ მესმოდა დუდი დავლიო რამცეცები არ დამიყარო გოდერძინ ესე დადის დღეს მთელი დღე ხან მამამის და ბიძამის გაყვა ხან დილით ვიღაცა წაიყვანა მერე რომ მოვიდა კიდე წავიდა მითხრა იმაზე წავალო რა ქვია მომართვებზე იქა წავიდა თავის მანქანის დიაგნოსტიკა არჩია ჩვენს დიაგნოსტირებას მე ზე გაგიგებ შენ დიაგნოსტიკას ყველაზე წინ თავის მანქანა უყენია ხოლო ზეგმიდი ხარ და ხვალ გაგიგებ მომართვებს რა გინდა კიდე დაგირეკავე სამსახურიდან და თუ მოგიწევს წასვლა და ვერ გააკეთებ მე დილარში ვარ და 1-2 საათი საქმეა ეს არის მთელი დღე დადიხარ წადი იმ სამსახურში იქ მაინც როცა არ არის აქ იმედიც არ მაქვს როცა არის მაშინ მაინც იყოს სახლში ხო მოკლედ ეს და კიდე ლიკა მოვიდა ერთხეს მოკლედ თამითიშა გოდემ მუხრანისთან ჩვეულებრივად ვტვირთავდი მუხრანის ტელეფონიდან ვიდეოს და ეხლა რაღაც სისულელებს მიწერს ვერც ვრეკა ვერც ვერაფერი ხო იცით რომ წავიდა იმაზე ლუდზე ეგ სახლში არ გაჩერდება არაფრის დიდებით ეხლა არ ვიცი მაგ ვიდეოს ვიყო როგორ გადმოვიგზავნო აქეთ რომ მე მივაერთო ერთმანეთს WhatsApp-ით ესე კი აღარ შემიძლია საკაცა მიწყეს მოკლედ მოდის მგონი ვიდეო არ ვიცი რა გავაკეთე ვითომ WhatsApp-ით გამოვიგზავნი მეთქი და არ ვიცი ერთი აქ გულში ერთი აქ ეხა არ თქვენ ამას ეხა უკვე გული აქ ცილა გამიფუჭდა მეთქი გეუბნებოდით იმ ვიდეოს
არ ვიცი, რო ვცდილობდი გადმოგზავნას დავაყოვნე და ანუ ათქვეფილი ცილა შაქრის გარეშე, ასე რომ არ უნდა დავაყოვნოთ ხოლმე. აქ ცოტა ძმარი გავუკეთე და ცილაში ჩავუშვი ეგ მასა. ნელა ვურევ აქ. კი დავაჩქარე ეგ ვიდეო, მაგრამ საერთოდ ნელა ვურევ. მერე გავუკეთე ვანილი. რძეს ჩავამატებ ხა. ზეთი. თურცე ჩავამატე უკვე, კი ჩავამატები რძე გავუკეთე 200 გრამი მილილიტრი, რა ვიცი როგორც გინდათ. ფქვილი აქ 1 კილო მაქვს, ეს ნაყიდი მაქანიკო დეიდასგან და არ დასჭირდა მთლად. სადღაც 400 გრამამდე მოჩა, იქ მოხაც დაურეგეს სამსახურიდან და ასე რომ ქიშმიშიც გავუკეთე ძვირფასებო ოღონდ არ გამირეცხია ამ შემთხვევაში ჩქარო. ჩაუწედე კარგი? მოკლედ ძვირფასებო რაც მანამ გადავიღე იმას. რაც აქამდე გადავიღე იმას დავახმოვანებ, იმიტომ რომ სულ გასხელება ისმის. ხო და თან დავაჩქარებ. ეხლა მე ვაკეთებ აგერ ხედავთ ქვილს ვაზელამაში, ქვილი არ გვაქვს ჩვენ ეხლა და რაც ვიყიდი ამ თვეში. იმიტომ რომ მაინც რომ მივდივართ იმას ვისამ რა ქვია, აქ გამიფუჭდება. იქ თუ არ ექნებათ, დედაჩემ სულ არ ხოლმე და თუ დაგჭირდა და არ ექნათ ვიყიდი მერე. ესანი ბოდეიდასგან ვიყიდე 2 კილო მასში. დაიცაც უკუგო. დადის ჩემი მანქანა მაინც რატომ არ ვიცი. გოდე შენ მამაშენს არ გაყევი? მე რა ვიცი ეხა აწი სადაა? რო გითხრა წამოყევიო, მაშინ უნდა გაყოლოდი. ტელეფონიც აქ გვაქვს. მოკლედ ამასაც რა ვიყავ. როგორ არა ხო გითხრა რომ მიდიოდა? წამოდიო გითხრა და შენ არ წაყევი. ეხლა რა შველი დედა? ტირილით. მე რა ძალით გამეგდე სახლიდან, მე მეგონა არ გინდოდა წასვლა. So, მეც არ გავუკეთებ 1 კილოდან აი ეს მოჩა სადღაც 300-400 გრამზე მეტი იქნება ეგ მე მგონი, არ ვიცი. ეს ფქვილი არ არის ის ფქვილი, რასაც მე ვიყენებ. მე ვიყენებ ექსტრას ბარაკას და ეს არის უმაღლესიო თუ რა ვიცი, რასაც ეძახიან.
ესე იგი ხალხნო იქაც რო უჭამეთ ხაჭაპურები შავი იყო, იმიტომ რომ იმ ფქვილით იყო გაკეთებული. და ეხა ნახეთ თქვენ, აქაც თონის პურები რამოდენიმეჯერ რომ მიყიდეთ, ყოველთვის შავი იყო ცომის შიგნით. და ისიც მაგიტომ ამიცრუდა აქაურ იმაზე, თონის პურზე გული. წარმოიდგინეთ აი იქ სად ვიყავით ეხა? ბორჯომში, ბაკურიანში რო ვიყიდეთ, პური ისეთი ქათქათა იყო, პური ისეთი ქათქათა, რომ აი არ ვიცი, ძალიან მომეწონა, მუხანის უთხარი ისედაც, რომ ეს ალბათ ჩვენ რო ვყიდულობთ, აი იმ ექსტრა ქვილისგან არის მეთქი გაკეთებული. ამას თუ ნაჩქარევად არ ვაკეთებ, ვრეცხავ. ეხა ამას არ გავრეცხავ. იმიტომ რომ არც ადუღებული წყალი მაქვს. და ცომის ამდენი ხნით დაყოვნება არ მიყვარს. ასე რომ უბრალოდ მოკლედ სანამ ვიღაცისგან არ ნახა რომ ეს გასარეცხი იყო, არავინ არ ვრეცხავდა და ამეთ ხელ გაატარეთ. თუმცა გაატაროთ სხვა გზა, მაინც უკვე გაკეთებული მექნებოდა. ხო, იმაზე ყველაფერს მე გარგარს რო ვუწოდებ ხალხონა. მაგას არა უშავს, უბრალოდ ყველაფერს გარგარს ვეწახე. გუშინ მქონდა ეგეთი შემთხვევა, რომ გადავაწყდი რაღაც ჩხირებით. ერთი ჩხირი რომ უნდა გადაადგილო და რაღაცა უნდა მიიღო და ერთი დავწერე რა 4-იანისგან ერთს რო აიღებ, 11 გამოვა და всё, სწორი გამოდის მეთქი და ვიღაცა ბიჭმა დამიწერა, რომ ისო საიდან მოიტანეო 11-იო და სიცილის სმაილები და მერე კიდე პირადშიც მოუწერია ამ ადამიანს ჩემთან. მე კიდე იქ კი დავუწერე ჯერ საიდან და იქ დაუკომენტარებია, რომ დავუწერე ასე თქო, წამოდი ამიხსენიო თუ რაღაცა. ხო და მერე არ დამიწერია კომენტარი არაფერი, პირადში მოუწერია, ესე იგი წამოდი ამიხსენიო. რა უნდა დამიწერა? ეხა ეს რანაირი ლაპარაკია თქო, ხო ვერ იმას ვიზამდი და მომერიდა. უბრალოდ პირადში რომ მოუწერია, ხმოვანი ჩავუგდე, რომ 4-იანიდან ერთს შუაში რომ აიღებ მეთქი, იმას სწორად რომ დადებ, 11 გამოდის მეთქი და სწორია თქო მერე მან ყველაფერი პასუხი. ხო და კიდე ვიღაცას დაუკომენტარებია იქ მერე, წამოდი ამიხსენიო რო ეწერა. მან რაღაც დაიცინე, არ ვიცი. არ მიყვარს ხოლმე ეს რანაირი უაზრო ის იყო. წამოდი ამიხსენი, ვერ გავიგე უბრალოდ. მე არაფერი არ დამიწერია. გამოვიდა. იმდენს მოუწერია იქ რეკვესტებში ვნახე, სადღაც 15 მესიჯი იყო. 15 ხავ. რამოდენიმე რა თქმა უნდა არა. რამოდენიმე არა. 3-ის გარდა ყველა დავბლოკე. ხო და მოკლედ უბრალოდ თავს რო იწუხებენ, ეგ არის მეტი არაფერი ადამიანები ზედმეტად სისულელეებისგან. იმიტომ რომ რა უთხრა ადამიანებს რომ ვერაფერს ვერ გააგებინებ ეგ არის. თორე ანუ კაცებს ვინმეს არ გულისხმობა აქ. ცუდი კომენტარების ავტორებს გულისხმობ. უბრალოდ თვითონ ღიზიანდებიან, თორე მე უკვე იმდენად გამოვიმუშავე ის რომ უნდა არ მიყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ ხო გიწევს მაინც ადამიანს თქვა, მე კიდოს უკვე ამათი საქციელები და გატარება იმდენად ვისწავლე. სულ არ მაინტერესებს მაგალითად, იმიტომ რომ
ეხა შენ რო იცი ნიხარი გარაფერი. ეხა დავჭრათ ბანანი და გავუკეთოთ ამა. არ ვიცი ორივე ერთად როგორი იქნება, მაგრამ ბანანი მაგიტომ ვიყიდე ზუსტად. მოიტან. გადავარ დავჭრი. რატომ ისიც არ ვიცი. უბრალოდ ასე მომინდა და საერთოდ თქვენ ხო იცით, რომ ექსპერიმენტები არ არის ჩემი საქმე. მაგრამ მაინც რომ ვაკეთებ. ოპანანი მიყვარს ხო? ძალიან. ეგანი გოდეიდან გადამიდო მე დღეს. ბანანი იცის რომ მიყვარს. ხო და ძალიან მიყვარს ხალხო. ძალიან მიყვარს. ani გოდეიდან. ძალიან აი როგორ ვაფასებ ვერ წარმოიდგენთ, იმიტომ რომ მე ბერჯერ მითქვია და გეტყვით კიდევაც მთელი ცხოვრება რომ ვიცნობ, მაგალითად იმათ უჭირდათ რომ მიხვიდოდი. აი მე კიდე დაიმატებ, მე შეძლებ ამდენის გადახდას, ერთს არ გეტყვის, ერთს. მაშინაც ეს სამსახური ქონდა მუხას და კაპიკი რომცად დაგვრჩენოდა, ყოველთვის პირველი ვალს ვისტუმრებდით. დღესაც ეგრევა, ვალს გავისტუმრებთ. ანიკოდეიდას მომიტოვე 400 ლარი ხალხო. ვალად დამტოვეთ. ეხა ჩვენ იქეთ რო წავედით. ხო და მოკლედ ხო და მაგის მერე რამდენჯერ მომიტანია კიდე. ერთი ის არა აქვს ქართულება ადამიანს და ერთი აი თვალებითაც რო რაღაცა არ მოსწონს, აი მის თვალებში რო რამე შევამჩნიო, მე ვერ მივალ. მართლა იგეთი ვარ, რომ აი არ შემიძლია მე მისვლა. ამიტომ ვაფასებ მაგ ადამიანს, რომ აი ახლობები არ გაგიკეთებს. ძალიან მაგარი ადამიანია. აი, ახლა ნახოთ რა გამოდივა, ეხლა დავასხათ. მოკლედ, დამიწვია ეს ფორმა ამასობაში. მოკლედ ჩავასხი ზეთი და ეხლა ასეთ ფორმაში როცა აკეთებ დიდად სასურველი მაგალითად ხილი არ არის. იმიტომ რომ მე უშნო გამოდის ხოლმე და ნახოთ აბა ეხლა რა გამოგვივა. რაც იქნება ეს იქნება, მაინც ეს ფორმა მინდოდა და ნახოთ აბა. ყოველთვის ისე სწორი ფორმა სჯობია, როდესაც ხილით აკეთებ. ეხლა ქიშმიშთან კიდე არ აუშავს, მაგრამ იმიტომ რომ მე ქვემოთ იცის ამ ხილმა ჩასვლა და არ არის იმდენად ლამაზი. დედა დაიხჩო რა გავაკეთო. არა და იქ საავადმყოფოში მისვლაც კი არ მინდა ხალხო, იმიტომ რომ იმდენი სულ ახველებდნენ და ვირუსიანი ადამიანები მოდიან. წერო უქენი მეტი კარგი ზომა გამოვიდა, ეგერაც ჩანს და ეს მაშინაც ამოვიდა და აი აქ შიგნითაც იყო ცომი ჩასული. მოკლედ ეხა ჩავდოთ 170 გრადუსზე. ნახოთ აბა და რა გამოგვივა.